ყურებიან პენისებს რო გვეძახიანო, უნდა ამოიღო თქვა და თქვათო რომ ყურები არ გვაქვს. მართალია, გავშთით შეიძლება ლევანსანი გიზა. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც თვლის რომ ოპოზიციაშიც, რომელიც თვლის რომ ის კლიშე, რასაც მას აკრავენ, პირობითად უცხო ქვეყნის აგენტს მეძახიან, ხო? ან ეძახიან ვიღაცას რაღაც LGBT აქტივისტს. უნდა ამოიღო და თქვა რომ არ ხარ. და რასიცა უნდა თქვა? იცავ ამას. უნდა ჩამოთვალო ქართული ოცნების ნაბიჯები, რომელიც ყველაფერს იმას ეწინააღმდეგება, რასაც შენ იცავ. გელამ თბილისის ორგანიზაცია და მე მგონი გამჭვირვალეობას იცით რომელი ქვეყნის აგენტად არის დარეგისტრირებული უკვე ქართულ აგენტად ესტონეთი თავისინებით კი თავისინებით ესტონეთი ანუ თვითონ სადამფუძნებლო დოკუმენტებში უწერიათ ლირიკა კი არ არის ხო მაგრამ ესტონეთის აგენტი შალვა იდეაში მაინც შენი ქვეყნის პატრიოტს ნიშნავს იმიტომ რომ ესტონეთი ხო მორალური აი როგორც ზელენსკი არის სამყაროს მორალური ცენტრი ის არის ესტონეთი როგორც ქვეყანა სხვა შორის ესტონეთი თუ ლიეტუვა ესტონეთი არა ლიეტუვა რაღაც არა ცალსახად ესტონეთი შეიძლება ისე ძლიერი ვერ არის როგორც ამერიკა შეიარაღებაში ამ ეტაპზე მაგრამ მორალური საკითხები ბევრად უფრო გასწორებული 48 მილიონი დოლარი აქვს სამხედრო ბიუჯეტი. 20 კაცი ყავს. ესე იგი კიდევ ერთხელ რომ ჩამოყალიბდეთ. ადამიანები მართლა უცხო ქვეყნის აგენტები მართლა უცხო ქვეყნის აგენტებად დარეგისტრირდნენ. იგი ჩათრევას ამჯობინეს ჩაყოლა და ესტონეთის, შვედეთის იურიდიული პირები არიან. ჩვენ როგორ კაცო? თუ გინდა მაგ